რა ძალა ესეთი თავმდაბლობა. თუ თავმდაბლობა უბრალოდ სულიერი მოღვაწის ლამაზი ეტიკეტია, თავმდაბლობა არის ძალით მოსილი მექანიზმი, რომელშიც არის მთელი რიგი პროტოკოლები იმისთვის, რომ ბნელს შეეწინააღმდეგოს. თავმდაბლობა არის გარანტირებული დაცვა ბნელისგან. მშვიდი თავმდაბლობა და სიყვარული ერთად თანამშრომლობენ და ერთიანობაში უძლეველობის გარანტია. ამიტომ თავმდაბლობა არის ძალით მოსილი, სათნოება ძალით მოსილი, სიყვარული ძალით მოსილი, მიტევება ძალით მოსილი. ყველაფერი ეს თვისებები უბრალოდ თვისებები კი არ არის. ეს არის ძალები, ძალა, გააცნობიერე. ღვთიური არტეფაქტი ძალებია. სასაცილო იცით რა არის? ადამიანები დაეძებენ რაღაც რიტუალებს აკეთებენ, იქ ეძებს ძალას, სადღაც გარბის მედიტაციებში ეძებს ძალას, იქეთ ეძებს ძალას, აქეთ ეძებს ძალას და ცხვირწინ გიდევს ძალა ღვთიური. ცხვირწინ გიდევს ყველა ძალები. უბრალოდ ამას ვერ ამჩნევ. ან თუნდაც მთის მწვერვალზე ადის უფალთან რომ ძალა მიიღოს იმ ადგილიდან და წადი და აგერ უპოვარს დაეხმარე, იქ არის ღმერთი და იქ არის ძალა. გესმით, ძალები იქ არ არის, სადაც დღეს თქვენ გითხრეს რომ იქ არისო. ჭეშმარიტი ძალები არის უბრალო ჭეშმარიტებაში, რაც ქრისტემ გითხრათ. უბრალოდ დაგავიწყეს ეს. რატომ იცით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი არ არის ძალა, რადგან ამას არ აკეთებს არავინ, არც თქვენ აკეთებთ ხარისხიანად და შედეგს ვერ გრძნობთ. და ამიტომ ფიქრობთ რომ აქ არ არის ძალა. აქ არის ძალა. უბრალოდ უნდა გააკეთო ეს და არ უნდა უსმინო სხვას. აი არ უნდა უსმინო მაგალითად ვიღაცას რომ გეუბნება აქ არის ძალა, იქ არის ძალა. ქრისტეს უსმინე. ხომ ხარ ქრისტიანი? რას დაპროტუნობ? აქეთ იქეთ ხან ვიღაც ჩავმაგდან, ხან ვიღაცასთან აკდევს ჭეშმარიტი ძალები ღმერთმა რაც გითხრა. ვიღაც ორღობის შავი მაგევი და ვიღაც ორღობის სულიერი მოღვაწეები რასაც გეუბნებიან კი არა, ქრისტემ რაც გითხრა, იქ არის უფლის ჭეშმარიტი ძალები. და ერთ-ერთი ჭეშმარიტი ძალა არის თავმდაბლობა. მოდი დავსვათ ახლა ერთი ფუნდამენტური კითხვა. რატომ არის რთული თავმდაბლობა და რატომ არის ადვილი ქედმაღლობა? დღეს ვერ ნახავ, ხო? თავმდაბალ ადამიანს. სულიერ მოღვაწეებსაც რომ გადახედო. თავმდაბლობის პრობლემა აქვს ყველას. რატომ? იმიტომ რომ საკმაოდ რთულია თავმდაბლობა. როგორც საკმაოდ რთულია ოქროს მოპოვება მადნიდან, ისეთივეა თავმდაბლობა. ამიტომაც არ არის დღეს თავმდაბლობა არსად და ამიტომაც არის ყველგან ქედმაღლობა, რადგან ქედმაღლობა არის ყველგან და მარტივია. მიუყვეთ. ესე იგი, რატომ არის უიშვიათესი ირგვლივ თავმდაბლობა და რატომ არის ყოველ ორღობეში ქედმაღლობა? უბრალო რაღაც თუ არის თავმდაბლობა, როგორც თქვენ გგონიათ, რატომ არის მაშინ რთული მისი მიღწევა? პირველ რიგში თავმდაბლობა იმიტომ არის ძალიან რთული, რომ თავმდაბლობა ისეთი ძალით მოსილი მექანიზმია, რომ ის არის ბნელის ანტიდოტი, ბნელის საწინააღმდეგო წამალი, მკურნალი, უძლეველობა, ფარი, შეუღწევლობა. თავმდაბლობა არის პირადად უფლის მიერ გამოგზავნილი შენთან არტეფაქტი, რომლის მიღების შედეგად შენ ხდები უძლეველი, ვერაფერი ვერ გერევა, ვერც აზრში გერევა ბნელი, ვერც ისე, ვერც ასე. მივართ ვაკავდე. ეხლა ქედმაღლობა რა არის? ქედმაღლობა არის სატანის მიერ შემოთავაზებული მექანიზმი, რომელსაც გთავაზობს თითქოს უფასოდ, თითქოს ადვილია. აიღე ქედმაღლობა, არაფერი არ დაგიჯდება, იყავი დღეს თუ გინდა უცებ ქედმაღალი, გთავაზობს უფასოდ, მაგრამ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურჩია, ხო? ბნელი გეუბნება, იყავი ქედმაღალი, ამისთვის არც მუშაობა მოგიწევს, არც შრომის გაწევა მოგიწევს, არც ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევს. უბრალოდ იყავი ქედმაღალი და დღეს რეალურად გახედეთ ირგვლივ ყველგან დარეკლამებულია ქედმაღლობა, ყველაფერში. ქედმაღლობაზე დგას დღევანდელი სისტემა. ქედმაღლობა არაფერი არ ღირს, ბოროტების გაკეთება არაფერი არ ღირს, ცუდი აზრის გაფიქრება არაფერი არ ღირს. აბა მიდი, გააჩერე ცუდი ფიქრი და კარგი ფიქრი დაიწყე. რთულია. ის რაც რთულია, მას აქვს ფუნდამენტური ფასი და ამიტომ არის რთული. და ის რაც ადვილია, ის არის ის, რაც შენ შიგნით გძარცვავს. ადვილი კი არ არის. შენი სიცოცხლის ხარჯზეა ქედმაღლობა ადვილი. შენ კი არ იღებ ქედმაღლობის დროს, ბოროტების გაკეთების დროს, შენ იქეთ აძლევ. ამიტომ ქედმაღლობა, ბოროტება და მოკლე გზები ადვილი კი არ არის. ყველაზე ცუდი გზაა. ოღონდ ვერ ამჩნევ შენ ამას. შენ ის თაგვი ხარ, რომელიც ფიქრობს, რომ სათაგურში ყველი უფასოა. ამიტომ ქედმაღლობა, ბოროტება, ხიბლი, ყველაფერი ეს შენი სულის საწვავის დაწვის ხარჯზე ხორციელდება. და არა ის რომ უფასოა, და არა ის რომ ადვილია. ადვილი არის იმის ხარჯზე რომ საკუთარ სულს წვავ. ამას ახლა აღიხსნით ფუნდამენტურად. ვინც ახლა ფიქრობს რომ რაღაც ფანატიკურ რაღაცას ლაპარაკობ. ისე აგიხსნი რომ აზრი შეგეცვლება, რადგან ეს ესეა. ამიტომ ქედმაღლობა შენს შინაგან სულიერ საწვავს, წვავს და კი არ გმა
მატებს, არამედ გაკლებს. ამიტომ ჩანს უფასო. ის უფასო არ არის, ის ისეთივე უფასოა, როგორც დღეს შენ გირეკავენ ტელეფონზე ბანკიდან და გეუბნებიან, რომ საუკეთესო შემოთავაზება აქვთ შენთვის, რადგან მისი საუკეთესო კლიენტი ხარ და საუკეთესო სესხი უნდა მოგცეს. საუკეთესო სესხი კი არა, იმხელა პროცენტში აპირებს მოცემას, რომ ჯობია საერთოდ ფული არ გინდოდეს, ხო? მაგრამ ბნელთან პროცენტში კი არ გაძლევს. საერთოდ წარმოუდგენელი რაოდენობის პროცენტი მიაქვს. უпроსწორედ, ბნელი არის ის აფირისტი, რომელიც გართმევს ყველაფერს. პროცენტსაც არ გატევს, ყველაფერს გართმევს. ოღონდ მერე ამჩნევს ადამიანი, ვერ ამჩნევს თავიდან. და ადამიანი რაღაც ბოროტებებს აკეთებს, ქედმაღლობებშია, ამპარტავნებაშია, ბინძურ სიტყვებს უშვებს პირიდან და უხარია და და უფასოა ეს ყველაფერი და გამდის და ვერ ხვდება, რომ მის შიგნით დაგროვებულ სულის ენერგიას წვავს, სანამ ბოლომდე არ დაწვავს და სანამ შემდეგ ორკილები არ იდება. მერე უკვე დამოკიდებული ხდება. ბნელის პირადი მონა ხდება. იმ ბოროტების მონა ხდება, რასაც ახორციელებდა. თავის უფალს კარგავს, თავის უფალს, უფლებას, ნებას, თავისუფლებას კარგავს, თავს და უფალს კარგავს. ბოროტება გავს როგორ რაღაცას, იცით? ქედმაღლობა, ყველა ეს თვისებები. როცა ადამიანი ბოროტების რაღაც ნაწილს იღებს, ის ადამიანი იგივეა, რომელთანაც კარებთან აკაკუნებს ბანკირი სახლში და ეუბნება, მე შენთვის მაქვს, აი, $30,000. მან გადაატრიალა თვალები. მართლა? ხო, კი. ამისთვის რა არის საჭირო ეუბნება? არაფერი, უბრალოდ კანონებს ნუ მოусმენ, ანუ ღმერთის კანონებს ნუ მოусმენო გეუბნება. და მოაწერე აქ ხელიო, განახორციელე ეს ბოროტებაო. და ესეც გოიმი, ხო, გოიმი ქვია ამას სხვა განმარტება არ აქვს. ეს გოიმი იღებს ამ თანხას და აწერს ხელს და ეხლა რაზე აწერს ხელს? აწერს ხელს, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს და ღირს $1,000,000 დებს ამას ამ თანხის საფასურად, ამ სახლს. და ესეც იღებს 20,000, არ სვამს კითხვებს სახელმწიფო გარე რა კანონები არის, ანუ ღმერთის კანონები რა არის. და იწყებს ამ თანხის ხარჯვას და მხიარულობს. კარგად გრძნობს თავს, რა უფასო ფულია. ბოროტებებს აკეთებს, ვიღაც მოატყუა, სარგებელი მიიღო, მოკლე, ვიღაცის ხარჯზე რაღაც გნა და გასდის თავიდან. ხარჯავს ამ ფულს. გახარებულია და ფიქრობს, რომ თან ამპარტავნებაშია. გადის დრო და დგება გადასახადის გადახდის დრო. ისე უკაკუნებს ბანკირი კარებზე და ეუბნება, აი, პროცენტი გაქვს გადასახდელი. აჰა, შენ კიდე 20,000. მოაწერე კიდევ ერთ პუნქტს ხელი. და ესე ნელა ადამიანი შედის ბოროტებაში, აწერს პუნქტებს ხელს და ბოლოს უკაკუნებს კარებზე. უпроსწორედ, ბოლოს კარებზე კი არ უკაკუნებს. პირდაპირ გასაღებით ანხებს დემონი კარებს. შედის სახლში, არც ეკითხება შიგნით მაცხოვრებელ ადამიანს არაფერს. და ადამიანის სულს მისივე სახლში პატარა გალიაში ათავსებს და ბნელი ანხორციელებს შემდეგ ამ ადამიანისგან რაც უნდა იმას. ოღონდ ეხლა რა ხდება ადამიანის ცნობიერში? ადამიანი უკვე ფიქრობს, რომ ბოროტებებს რომ აკეთებს, ეს არის ის. აღარ ახსოვს ვინ იყო ბოროტებებამდე. დატყვევებულია სული. მასეთი სულების განთავისუფლებებში ვარ სულის სამყაროში. სულ ეს სიტუაციაა. სულ დატყვევებულები არიან ეს სულები. სულ განთავისუფლება მიწევს, სულ გამოყვანა მიწევს იქიდან, ზოგი ვერ გამოდის, ზოგი ისია, ზოგი ასე. ახლა ვიღაც ალბათ იფიქრებს, ეს ვერ არისო. ეს ვერ არის კი არა. გარანტირებულად დავასაბუთებ ყველაფერს ასაც ვლაპარაკობ. და ნახეთ, თავმდაბლობაში რომ არის ადამიანი, ბანკირი რომ უკაკუნებს კარებზე და ეუბნება, მე შენ უნდა მოგცე $30,000 და მოაწერე ამას ხელი. თავმდაბლობაშია, გესმის? და ფიქრობს, რას ვაწერ ხელს და პუნქტს რომ კითხულობს, ხედავს რომ ყიდის მის საცხოვრებელს, ანუ მის სულს. თავმდაბლობაშია და არ აწერს ხელს. ბნელი ვერ ატყვევს. ეხლა როგორ ვერ ატყვევს ბნელი? ნახე, ქედმაღალმა ხელი რატომ მოაწერა? რატომ აიღო 20,000 და რატომ ვერ დაფიქრდა ვერაფერზე და თავმდაბალმა რატომ არ მოაწერა ხელი? იმიტომ რომ ქედმაღალი გარემო სისტემამ დაიმორჩილა და უთხრა, შენ თუ არ იქნები ფიზიკურად დიდი წარმატების, ან ესე თუ არ იქნები, შენ ვერ იქნები ბედნიერი, შენ უნდა იდგე მაღლა, რომ მაგარი გამოჩნდეს ხვებზე. მიხვდი, ქედმაღლობით ბნელმა მოუგვარა და მოაწერა ხელი ყველაფერზე. ფულის შევნისთვის ყველაფერი გააკეთა, სხვა ადამიანი გაყიდა. ამის გამო მან მოაწერა ყველაფერს ხელი, რაც შესთავაზა იმ ბანკირმა. და თავმდაბალი რომ არის ადამიანი, ბნელი რომ მიდის და აზრში ეუბნება, შენ ბოლო მოდელის iPhone თუ არ გაქვს, შენ ხარ არარაობა. ამიტომ წადი დროზე ნაძირლობები აკეთე და გახდი ვიღაც. თავმდაბალი ეუბნება, არ მაინტერესებს ვინ ვარ, უბრალო ადამიანი ვარ და ბნელი ვერ აწერინებს ხელს ამ ბინძურ კონტრაქტებზე. მიხვდით რა სხვაობა? ეს ეხლა მე აგიხსერეთ თავმდაბლობის ერთი წახნაგი. მიყვები. მარტივენით რომ გითხრა, თავმდაბალ ადამიანს ვერ ერევა გარე სისტემების ზემოქმედებები, რომელიც შენ ქედმაღლობას იყენებს. შენი ქედმაღლობის ხარჯზე გიგვარებს. ქედმაღლობა რომ გაქვს, ამიტომ გააკეთე ბოროტებები, ფული შეუნაგინდა და ადამიანები ჩაძირე, ზურგში დანაჩასე. ქედმაღლობა
ქედმაღლობა რომ გაქვს და სხვაზე მაღლა გინდა იდგე და ამ პარტავნებაში ხარ, ყველანაირ ბოროტებას მოაწერე ხელი. ქედმაღლობაში რომ ხარ, შიში გაქვს რომ ვინმე არ დაგჩაგროს. და ეხა რომ ჩამოგითვალო 24 საათი შემიძლია გელაპარაკო, რამდენ წახნაგში გიგوارებს ბნელი, როცა ქედმაღლობა გაქვს და როცა თავმდაბლობა გაქვს, ვერაფერში ვერ გიგوارებს. აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი. მოდი შენთან ვიღაც ადამიანი და გეუბნება. იცი რა, შენ არაფერი არ იცი და შენ ავარდი, გაბრაზდი, წამოგიკიდა, შემდეგ გიმატებს. შენ არაფერი არ იცი და არარაობა ხარ. ამაზე სულ აგაფეთქა. გაგაგიჟა, ქაოსი შემოაგდო შენში, შენ ავარდი და ცუდად ხარ. და ნახე, თავმდაბლობაში რომ ხარ, რომ გეუბნება, შენ არაფერი არ იცი, შენ ამას კი არ ეწინააღმდეგები. შენ გახსენდება რომ არაფერი არ იცი, უი, მადლობა. დღეიდან უფრო მეტ დროს დაუთმობ სწავლას. გასაგებია, ვიძენ, კი არ კარგავ და კი არ ვარდები და კი არ გმართავენ. რომ გეუბნება არარაობა ხარ? ხო, მადლობა, მაგრამ მე შენი აზრი ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ღმერთის აზრი მაინტერესებს და შენ შეფასებას ვერ მივიღებ. ან დაფიქრდები მინიმუმ რატომ ხარ არარაობა მისი შეხედულებით და აქედან გაკვეთილს გამოიტან როგორ იყო უკეთესი. მიხვდით, თავმდაბლობის დროს ბნელი ვერ გერევა, იმიტომ რომ ამ სამყაროში ყველაფერი აწყობილია ქედმაღლობაზე. შენი ქედმაღლობით გამარცხებს ბნელი ყველაფერში. და ნახეთ, სახარხაროდ სასაცილო იცით რა არის და ცრემსარევი? ადამიანები, რომლებიც ქედმაღლობაში არიან, ფიქრობენ რომ მე თავისუფალი ვარ. რა მაგარი ვარ და ასე შემდეგ და სინამდვილეში ტყვეა, მონა და თავმდაბალმა ადამიანმა იცის რომ ის არის ჭეშმარიტად თავისუფალი, რადგან ვერანაირი გარე სისტემის ზემოქმედება მას ვერ ერევა და შენ ვიღაცამ რომ გითხრას რა ბანძი პორშე ყავსო, მთელი ღამე არ დაგეძინება და უკეთესი მოდელი მოგინდება, მონახარ, მონა ჭეშმარიტი. ვიღაცამ რომ გითხრას, უი, ერთი საფეხურით დაბალი მოდელი გაქვს ტელეფონის, იმდენად მონახარ რომ აგაგდო და მთელი ღამე არ გეძინება და თავმდაბალს რომ უთხრა ტელეფონი კი არა, საერთოდ რაც არ უნდა უთხრა, ვერაფერი ვერ ერევა და შენ გერევა და შენ რანაირად ხარ თავისუფალი და რანაირად არის თავმდაბალი ადამიანი არათავისუფალი. თავმდაბალი ადამიანია ჭეშმარიტად თავისუფალი, ჭეშმარიტად ძალით მოსილი, ჭეშმარიტად. გესმით? და სატირალი ის არის, რომ ადამიანი საკუთარი ბოროტების მონახდება, რომელიც მისიც კი არ არის. ის ფიქრობს, რომ ეს უნდა მას. მეგობარო, დაუ, ძმაო, შენ იმ ბოროტებებში რაშიც ხარ, იმ წარწყმედაში რაშიც ხარ, ის შენი სურვილი აღარ არის. შენი ნამდვილი ჭეშმარიტი სურვილი დიდი ხნის წინ გადაკეტეს გალიაში და შენი სული ბიოსკაფანდრის ღრმა საკანშია ჩაკეტილი დილეგში და იტანჯება. და შენ გგონია უბრალოდ რომ ეს გინდა, ეს მოგწონს, ეს ხარ, დაგაჯერეს ეს სიცრუე და არ ეწინააღმდეგები ამას. ყველაფერთან ერთად წახნაგობრივ მონობაში ხარ, ცნობიერ მონობაში, ფიზიკურ მონობაში. მონობა არის შენი ტრაფარეტი, ლოგო. აი როგორც სახელი. შენ სახელი და გვარი კი არ ქვია უკვე, შენ გაქვს დაღი, დასმული როგორც ცხოველებს ფერმაში ადებენ შანთს, აი დაშანთულები რო არიან. ისე ხარ დაშანთული და აქედან უნდა განთავისუფლდე. აქედან განთავისუფლება შეგიძლია შენ. უბრალოდ უნდა გააცნობიერო რომ ქედმაღლობა, ამპარტავნება, ეს ყველა ბოროტი მდგომარეობები შენ არ განთავისუფლებს, შენ გაყიდული ხარ, აღარ არსებობ. როგორც ჩვარი ტილო ისე გიყენებენ და რანაირად გაქვს სიხარული, რანაირად გაქვს ამბიცია რომ ვიღაც ხარ, ან ვიღაცაზე მაღლად გახარ. რანაირად გამის ამბიცია, როცა შენი რეალობა არის ესეთი. თავმდაბლობა არის ჩემი ფავორიტი მდგომარეობა. უბრალოდ მაგრად მსიამოვნებს. იმდენად მსიამოვნებს, რომ იმდენად კომფორტში მამყოფებს, რომ იმდენად სიხარულში მამყოფებს, რომ იმდენად თავისუფლებაში მამყოფებს, რომ ვერ აგიღწერთ თავისუფლებაში. და ნახეთ, მე ახლა ვაცნობიერებ, რომ გარკვეული ცოდნები მაქვს. ამ ყველა დიდებული ცოდნების მიღმა მე შემიძლია შენ გელაპარაკო, გეიწიე იქეთ, მეიცადე პეტერეხანს. ჩემს ნაშრომებში უბრალო საუბრებია და ამ უბრალო საუბრებში არის უდიდესი კომფორტი ჩემთვის, თქვენთვისაც უდიდესი ძალა, რომ შენ ეს შეგიძლია. გახედეთ სულიერ მოღვაწეებს, თვით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს გახედეთ, სარ გადაყლაპულებივით თავაწეულები არიან, ვერ ხრიან თავს, იმდენად ვერ ხრიან თავს და იმდენად ამ მდგომარეობაში არიან, რომ საცოდავი შესახედები არიან. ეზოთერიკოსებიც აიღე, თუ გინდა ცნობილი ადამიანები აიღე, ვინც გინდა აიღე. თავმდაბლობა, უბრალოება, თავისუფლება არც ერთს არ აქვს ფაქტობრივად. და ნახეთ, ეს უბრალოდ თავის აფხორვა, რაღაცა ქედმაღლობა კი არ არის, ეს არის მონობა, რადგან ვერ დუნდება. არ შეუძლია რომ უბრალოდ დაჯდეს და გლეხურად დაგელაპარაკოს. არ შეუძლია რომ თუნდაც მოადუნოს სხეული და ისე დაგელაპარაკოს. არ შეუძლია იმაზე არ იფიქროს, როგორ გამოიყურება. მონა არ არის თავისუფალი. მე მაგალითად როგორც მინდა ისე დავილაპარაკე. მინდა პეტერეხანს ვიტყვი, მინდა მეიცადეს ვიტყვი
ვიტყვი, მინდა მოიცადეს ვიტყვი, თავისუფალი ვარ. როგორც შემიძლია, რასაც ვიტევ თავმდაბლობას. თავისუფალი ვარ, მე დაუფალი ვართ თავმდაბლობით. და ისინი ვერ არიან და სარგადაყლაპულებივით არიან და თქვენ არ ვიცი ახლა რამდენად აღიქვამთ მათ ენერგიებს. მაგრამ ისეთი დაძაბულობა მოდის მათი ენერგიიდან, მე არ ვიცი ისინი როგორ ცხოვრობენ. მართლა ვერ ხვდები, როგორ უძლებენ ამ დაძაბულობას, ამ მონურ მდგომარეობას. ვერ ხვდები ისინი ამას როგორ უძლებენ, იმიტომ რომ ძიმია ესეთი ტვირთით ცხოვრება და რატომ ცხოვრობენ იცი ამით? იმიტომ რომ ილუზია აქვს თავში რომ მე მაგარი გამოჩნდები და მაგრად გამოჩენას მირჩევნია საკუთარი თავისუფლება დავთმო. ბნელი უგვარეს პირდაპირ თავში და თმობს და სარგადაყლაპულივით ზის და ლაპარაკობს და მოქმედებს და თითოეულ სიტყვას არჩევს ეტიკეტურად და ვერაფერს ვერ იგებს შენ სარგადაყლაპულმა რა უნდა აგიხსნას. ვერაფერს ვერ გიხსნის. თავმდაბალ ადამიანს არაფრის დასაბუთება არ ჭირდება. ვიღაც შეიძლება მოვიდეს ახლა ჩემთან და მითხრას გიორგი შენ არაფერი არ იცი. გამორიცხული არ არის რომ არაფერი არ ვიცი. მადლობა რომ შემახსენე. დღეიდან 10-ჯერ მეც ვისწავლე. მადლობა რომ შემახსენე. მაგრამ ქედმაღალი რას იზამს? მონაა და გაბრაზდება, დაიგრუზება, იჩხუბებს და 10-ჯერ მეც კი არ ისწავლის. არამედ ის ეგოს ააბიბინებს და 10-ჯერ უიცობაში გადავარდება. მარტივად გიხსნით, თავმდაბლობა შენ გაძლიერებს წარმოუდგენელ წახნაგობრივი მდგომარეობით. ინტელექტუალურად, ემოციურად, მშვიდის გინვითარებს, თავისუფლებას გაძლევს, ბუნებრივს გაძლევს, ღვთიურობას გაძლევს, ხელშეუხებლობას გაძლევს, ვერაფერი ვეღარ გერევა, ღმერთთან ხარ. ქედმაღლობა ბოჭავს, დამოკიდებულს ხდის, სხვისი აზრის ნიშნულობაზე, სისტემის ნიშნულობაზე, იქ აღარ არის სულის მდგომარეობა, ყიდის სულს, მონახდება და უწყვეტად ესე ვითარდება ეს მდგომარეობა. ანუ წახნაგობრივად უწყვეტად ბნელშია. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ყველა შავი მაგი, დემონები და ეს ყველაფერი კარგი ფორმით გეტყვის თუ ცუდი ფორმით ყოველთვის ცდილობს შენი ქედმაღლობა, შენი ამპარტავნება გამოიყენოს. მაგალითად, ჩემი გამოცდილებით რამდენი მოსულა შავი მაგი ჯერ იწყებს ლაპარაკს. მე რა კარგი ხარ, რა ნიჭიერი ხარ, რა ის ხარ და მერე შეყავს ბნელი რაც უნდა რომ გაგიკეთოს. თქვენთანაც ესეა შავი მაგი. თქვენთანაც მოდის და გეუბნება, შენს ამპარტავნებას ურტყამს. გეუბნება, შენ დიდებული ხარ, შენ ესე ხარ, შენ ამ შედეგს მიიღებ, ამას გექნება, ის გექნება და მერე გირტყამს დანას ზურგში. დემონიც ესეა. გეუბნება, სიზმარხილოში თუ მოდის, თუ ნიჭი გაქვს. შენ ასეთი დიდებული ხარ, შენ ეს ძალები გაქვს, ჩვენ ამ ძალებს დაგიმატებთ, ანუ გაქებს და იმ კითხვას კი არ გასმევინებს რომ კი მაგრამ მე დიდებული ვარ გავიგე, მაგრამ შენ ვინ ხარ? ან შავმაგთან იმ კითხვას კი არ გასმევინებს რომ კარგი მაქე, მაგრამ შენ რა გინდა? ამ კითხვას აღარ სწამს ამპარტავნებაში მყოფი ადამიანი. აი, ცრუ დიდებულების, ცრუ ნეტარების შეგრძნებაში არის და ნარკოტიკებით გაბრუებულია და ვერე უგვარებს ბნელი. და თავმდაბალი საღიგონებით არის და გავიგე რომ მაქებ, მაგრამ შენ მე რატომ მაქებ? ამ სამყაროში ერთადერთი ვინც შეიძლება შემაქოს ღმერთია და ისიც არ მჭირდება. და კითხვებს ადეკვატშიც არის თავმდაბალი. უბრალოდ თავისუფალი კი არ არის. აბსოლუტურ ადეკვატშია თავმდაბალი და ქედმაღალი აბსოლუტურ არაადეკვატშია. ამიტომ ბნელი ვერ ეჭიდება თავმდაბალ ადამიანს ვერაფერში, ვერ შედის მასში და ქედმაღალს ადვილად უგვარებს ყველაფერს. ეტყვის უბრალოდ ერთ აზრზე ესვრის ბნელი თავში რომ შენ რაღაც ცუდი სამოსი გაცვია და წადი მიდი გაძარცვე ადამიანები და უკეთესი იყიდე. და ის მიდის და ბოროტებებს აკეთებს, რადგან ქედმაღლობაშია, ამპარტავნებაშია, ხიბლშია და თავმდაბალს რომ ეტყვის, შენ რაღაც ნორმალური ჯინსი გაცვიაო, წადი ადამიანები გაძარცვეო. ის პასუხობს, მართლაო, გაიხდის იმ ჯინს და უფრო ვარეს ჩაიცვევს, ვერ უგვარებს ბნელი თავმდაბალს. თავმდაბლობა არის ღვთიური ძალით მოსული არტეფაქტი, ამიტომ მარტივად რომ გითხრა, როცა თავმდაბალი ხარ, ღმერთი გეუბნება ყველაფერს როგორ რა არის და როგორ უნდა მოიქცე. როცა ქედმაღალი ხარ, ბნელი გიგوارებს ადვილად და გეუბნება რა ქნა და აკეთებ. ვერ გიცავს უფალი მაგ დროს, რადგან ვიღაც ბნელს უსაბუთებ ხიბლს, უსაბუთებ ამპარტავნებას, უსაბუთებ ამას, ანუ ღმერთს კი არ უსმენ, ბნელს უსაბუთებ რაღაცეებს. იმაზე კი არ ფიქრობ, უფალი რას იფიქრებს შენზე. ვეღარ ფიქრობ ვეღარაფერზე. ან მაგალითად ილოცები, ტაძარში დადიხარ, ამბებში ხარ და თავში ბნელმა გესროლა და გითხრა რომ შენ არ ხარ ჭეშმარიტი მორწმუნე და შენ რომ ამპარტავნებაში ხარ, ამაზე ავარდი, დაიგრუზე, გაბრაზდი, ვაიმე ეს როგორ დამემართა, როგორ მითხრა ეს, მე ხომ ჭეშმარიტი მორწმუნე ვარ. აგაგდო და სტრესი დაგახარჯინა. და მაგ დროს რას უპასუხებს თავმდაბალი ადამიანი? სიმართლეა, მე უკეთესი მორწმუნე უნდა გავხდე, უფრო უნდა მიუახლოვდე ღმერთს და იმის ნაცვლად რომ სტრესში ჩავარდეს, მშვიდშია თავმდაბალი და მეტ შრომას წევს რომ უფალს მიუახლოვდეს. ხვდებით რა არის თავმდაბლობა? მაგრამ ამპარტავანი რა შეება? თავში ეჭხუბება ბნელს ან სხვა ადამიანს. შენ ცდები, მე ღმერთის რჩეული შვილი ვარ, ეს ვარ და რომ შეხედავ შეპყრობილი ვითარი ბნელშია. უკვე.
თავმდაბლობა არ იყო, რომ საერთოდ ჯერ არ მიეღო ის და გაცლოდა, ამის თავმდაბლობა არ იყო. მერე რომ დაფიქრებული იყო და ღმერთისთვის ეთქვა უფალო, მე უფრო მეტად შენთან მოვალ ახლოს. როცა ბრნელს თავმდაბლობას ახვედრებ, აი ბრნელს როგორი რაღაც ემართება, იცი? გამწარებისგან ძალიან ცუდად ხდება და რატომ? ის მოვიდა შენთან და გეუბნება შენო ღმერთის არ გწამსო და ვერა გაგდო. მოდი ჟარგონის ენაზე გეტყვი და იმის ნაცვლად რომ სტრესში ჩაიგდე, ლოცვას იწყებ უფრო მეტს და უფრო მეტ ლოცვაში გადადიხარ. თავმდაბლობა მოგცა, უფრო მეტი გაცნობიერება რომ უფრო მეტად მივახლოვდე ღმერთს. ეს იგი მოვიდა რომ ღმერთი წაერთვა სტრესში ჩაგდებით და შენ თავმდაბლობაში ხარ, უფრო მეტად იწყებ უფალთან მიახლოვებას. ნებისმიერი ბნელის თავდასხმა, როცა თავმდაბალი ხარ, შენთვის სასარგებლო გამოდის და როცა კეთმაღალი ხარ, მარცხდები. ანუ თავმდაბლობა უბრალოდ კი არ გიცავს, არამედ თუ ბნელი გესხმის, შენ უფრო იზრდები და ძლიერდები. ამ ერთი მიზეზით, რაც თქვი, მოდის ბნელი გეუბნება რომ არ ხარ კარგი მორწმუნე, თავმდაბლობაში ხარ და იწყებ უფრო მეტ მორწმუნეობას და უფრო მეტ ლოცვებს. ვიდრე იყავი, იმაზე მეტი გახდი და თავმდაბლობა დაგეხმარა ამაში. ქედმაღალი რომ ყოფილიყავი, ბნელის მტკიცებაში იქნებოდი, ჩხუბში ამაში არ ვარ ესე არ ვარ ის და საერთოდ ღმერთი დაგავიწყდებოდა და დაკარგავდი. ესე იგი თავმდაბლობით შენ იძენ, ასევე უბრალოდ თავს კი არ იცავ, იძენ უფრო მეტს. აი მოდი ცოტა მატერიალურ მაგალითს მოვიყვანო. ვიღაც მოდის და გეუბნება ბიზნესში შენ ეს პრობლემა გაქვს და არარაობა ხარ. თავმდაბალი რომ ხარ, დაგაფიქრა, აბა რაში ვარ არარაობა და გააძლიერე ის სუსტი მხარე, რაშიც ცადა წიხლის ჩაჭერა და გაძლიერდი. და ქედმაღლობაში რომ ხარ, საერთოდ ჩხუბი დაუწყე, უპასუხე იგივეთი და ვერაფერი ვერ გააძლიერე, დასუსტდი. მიხვდით, ეს ერგება ყველაფერს, თქვენს ირგვლივ რაც ხდება. თავმდაბლობა შენ გიცავს და უკეთეს ხდის. ამიტომ არის უდიდესი იშვიათობა დღეს თავმდაბლობა, უბრალოება და ამიტომ არის ყველგან გავრცელებული პრიმიტიული, მარტივი ქედმაღლობა, ამპარტავნება და ყველაფერი ეს. შენ თავმდაბალ ადამიანს რომ შეხედავ, იცოდე რომ იმაში იმხელა ძალა, შენ არც დაგესიზბრება. დღეიდან ეს იცოდე და მიბაძე მას. ნეტარებას რომ მიესწრაფვით, თავისუფლებას რომ მიესწრაფვით და ამ ყველაფერს მიესწრაფვით. თავმდაბლობის გარეშე მაგას ვერ მიაღწევ. ნახეთ, არის ფუნდამენტური სვეტები შენი არსებობის სულიერ მდგომარეობაში, რომლის გარეშეც შენ ვერაფერს ვერ იზამ. ერთ-ერთი სვეტი არის თავმდაბლობა, ერთ-ერთი სიყვარული, ერთ-ერთი მოყვასი, ერთ-ერთი იტევება, ერთ-ერთი მშვიდი. ესენი არის ის სვეტები, რომლის გამოკლებით შენ ვერაფერს ვერ იზამ. დამარცხდები. ის კი არა რომ რაღაცას მიაღწევ, დამარცხდები. ამიტომ ეს ყველა სვეტი შენს სულში არის ფუნდამენტურად საჭირო. თავმდაბლობა, მშვიდი, სიყვარული, მოყვასი და ყველა ის სვეტი, რასაც გამთლიანებაში გასწავლი. გამთლიანებაში მე უბრალოდ ცოდნებს კი არ გიდებ. ყველაფერი ის ცოდნები, რაზეც გელაპარაკები, ეს არის შენი სულის ღვთიური სვეტები, რომელიც უნდა გაამაგრო და ააშენო შენში და მე ხდები ძალით მოსილი და ღვთიური და შემდეგ ამ სვეტებზე მობრძანდება და დაბრძანდება სულიწმინდა და განაგებს შენში ღმერთი და იწყებ ღმერთის ხმით ლაპარაკს და შენი ცხოვრება იცვლება ისე, რაზეც ვერასოდეს ვერ დაფიქრდებოდი, რომ ეს შეიცვლებოდა. ამიტომ ყველა ეს სვეტი გაამყარე შენში, რასაც გასწავლი გამთლიანებაში, გააღვივე შენში, აღმოაცენე, ამომართე ზემოთ ზეცისკენ და დააბრძანე მასზე სულიწმინდა. სხვანაირად სულიწმინდა ვერ დაბრძანდება ეს სვეტები შენში თუ არ არის. იყავით თავმდაბლობაში, იქნებით თავისუფლებაში და აბსოლუტურ დაცვაში, გარანტირებულ ღვთიურობაში, გარანტირებულ სიყვარულში, გარანტირებულ მშვიდში, გარანტირებულ. დაგლოცოთ უფალმა, თავმდაბლობა იყოს ჩვენში, თავმდაბლობამ განაგოს ჩვენში. ამინ.